სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 3 მილიონი ლარი გამოიყოფა. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოში გამართულ სხდომაზე მიიღეს, თუმცა მანამდე რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა და კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ზურაბ აბაშიძემ თანხის განაწილებაზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვეს. ქრისტიან დემოკრატები კი ახალი ინიციატივით გამოვიდნენ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, დროებითი თავშესაფრებით უზრუნველყოფის გარდა დაზარალებულებს ფულადი კომპენსაციებით უნდა დაურიგდეთ. პარალელურად თბილისში დღეს წყალდიდობისაგან განადგურებული შენობების დემონტაჟი დაიწყო. ქოქაშვილი კავთელიძეების ოჯახი უკვე 4 დღეა ორთაჯალაში ნადიკვარის დასახლებაში ოროთახიან ბინაში ცხოვრობს. დროებით თავშესაფარში ისინი პირველადი საყოფა ცხოვრება ნივთებითა და პროდუქტით უკვე მოამარაგეს. დღეს კი დაზარალებულებმა 500 ლარიანი ფულადი დახმარება მიიღეს. 500 ლარი გადმოგჩეს თანხა, რომელიც ჩვენთვის ძალიან საჭიროა პირადი ნივთებისთვის, წვრილ ელემენტარული ნივთების საყიდლად. 500 ლარიანი ფულადი დახმარება დღეს სტიქიის დაზარალებულმა 10 ოჯახმა მიიღო. ეს ოჯახები არიან, ვინც უხვი ნალექის გამო საცხოვრებელი სახლები დაკარგა. დაზარალებულების დასახმარებლად 5000 ლარი ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს გამოყო. მერია ფულად დახმარებას დაზარალებულებს მას შემდეგ გადასცემს, როდესაც თითოეული ოჯახის მდგომარეობას ინდივიდუალურად შეისწავლის. მერიასაც რასაკვირველია განსაზღვრული აქვს ფინანსური დახმარება, მაგრამ ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება ინდივიდუალურ და დიფერენცირებულ დახმარებაზე, რამდენადაც სხვადასხვა ოჯახი სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფება, როგორც სულათობის მხრივ, ისე დასაქმების მხრივ, ამდენად აქ ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად დღეს მერიის სარეზერვო ფონდში ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამიდან 3 მილიონი ლარი გადაირიცხა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. თუმცა შეხვედრას რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა იმ სამუშაოების განსხვავება მოიწვია, რასაც თანხა უნდა დაიხარჯოს. უბრალოდ განზრახილია და ეს თანხა მთლიანად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება. თბილისის მერიამ უნდა წარმოადგინოს 3 კატეგორიის დოკუმენტები. პირველი ეს არის დასკვნა ზარალის შესახებ, მეორე ეს არის დაგეგმილი ღონისძიებები, ანუ რის დაფინანსებას ითხოვთ და ბოლოს ეს არის 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც ეს ტენდერები ცხადდებოდა და კომპანიები იგებდნენ და ჩვენ დაახლოებით ჯამურად 10 მილიონზე ვლაპარაკობთ, რაც გახარჯულია ამ საქმისთვის. რა გაკეთდა? და როდესაც მეუბნებიან ტრაგედიის ღამეს, რომ კოლექტორმა გაჭერა და ამიტომ მოხდა. ბუნებრივად ყველა თბილისელს გაუჩნდებოდა კითხვა, რომ თუ ამ ხელა ფული ამ საქმეზე უკვე დახარჯული, მაშინ იქნებ მომიყვეთ რა მოხდა და რა გაკეთებ. ჩვენ დაუჭირეთ ხარი იმას, რომ 3 მილიონი ლარი იქნას გამოყოფილი, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე ეს ის პრობლემა, რომელიც არსებობს ქალაქში, დასრულდეს ამას ბუნებრივია ფინანსური რესურსი სჭირდება, თუმცა აქვე ჩვენ ჩვენი ინიციატივით კორექტივები შევიტანეთ ამ საკითხში, ჩვენ გვაჩვენა რომ აუცილებელია გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკური უზრუნველყოფისა, გარდა ქირით გაყვანისა ამ ადამიანებს, როგორც ეს ცივილიზირებულ ქვეყნებში ხდება, გადაეცეთ ფულადი კომპენსაციაც. ავარიული შენობა ნაგებობები, რომელიც შეიძლება საფრთხეს ბუნებრივი სტიქიების დროს გამაგდეს და რაც თავარია მათი გამაგრება, მოკლედ არათანამონაწილეობის პრინციპით არამედ სრულად 100% დააფინანსოს ქალაქ თბილისის მერია. დაუჭირეთ ხარი 3 მილიონი ლარის დამატება სარეზერვო მერის სამეზობლო ფონდს, მაგრამ თავარი საკითხი რა არის? ჭირდება ამ საქმის 3 მილიონი თუ უფრო მეტი. შეიძლება უფრო ნაკლები ჭირდება. თუმცა ეს შეკითხვები იყო დასმული, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. ოპერატიულობის განსაზღვრით ჩვენ რა თქმა უნდა დაუჭირეთ ამ ცვლილებას ხარი ვინაიდან ეს პირველი სჭირდება ჩვენ მოქალაქეებს დღეს, რომლებიც არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მათ რეაბილიტაციას, შენობების და სხვა სახლებში გადაყვანას 3 მილიონი ლარი მოხმარდება დაზარალებულ ოჯახებს, ასევე ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამ ეტაპზე რეალური ზარალის აღმოფხრის ოპერატიულ ნაბიჯებს სწრაფად მოხდეს და ოპერატიულად დახმარება ოჯახებს. დაზარალებულების დახმარების პარალელურად თბილისში წყალდიდობისგან განადგურებული შენობების დემონტაჟიც დაიწყო. ასეთი სულ 8 ობიექტია. შესაბამისი სამსახურები გულიას მოედანს ნანგრევებისა და ავარიული შენობების განათავისუფლებენ. უხარისხო შენობების დაშლის აუცილებლობას ოფიციალური პირები შემდგომში ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილებით ხსნიან. რომელიც საშიშია, ნამდვილად საშიშია და დადგინდება, რომ საშიშია აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი. 12 მაისს სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. უხმა ნალექმა წყვილმანი პრობლემები 400-მდე ოჯახს შეუქმნა. ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის. ზარალის დაზუსტება ამ დრომდე მიმდინარეობს.